გამარჯობა მეგობრებო, ნიკა აბაშიძის ვიდეოს მინდა გამოვეხმაო, რომ კითხულობს მიზეს, რომ რა აბსურდია 6 წლის ზემოთ მანქანებს შემოყვანა საფონჩი გძალავენ. ვეთანხმები ყველაფერს, რასაც იქ ნიკა ამბობს, უბრალოდ მიზეზს გეტყვით. მიზეზი არის ის, რომ გაიყიდოს ახალი მანქანები, რაც აი ზედაპირზე დევს. ანუ უბრალოდ აი ჯერ ადამიანები შეაჩვიეს ამ თემას, იმით რომ 10 წელზე მეტის მანქანები აკრძალეს. ახლა კიდევ უფრო ცოტა ჩამოწიეს და 6 წლის მანქანა არ ეყოთ და 6 წელზე მეტისო შეზღუდოთო. და იდეაში სულ ასე იქნება, სანამ მთავრობას ასეთ უაზრო გადაწყვეტილებაზე რაღაცნაირად პასუხი არ მოეთხოვება. იქნება ეს არჩევნებზე, არჩევნების გარეშე, ანუ პასუხი სისულელეზე, როცა ხელისუფლება ჩაიდენს, ბიზნესსაც უნდა მოეთხოვოს, ხელისუფლებასაც უნდა მოეთხოვოს. მაგრამ მე არ ვიცი ამ ქვეყანაში მაშინ როცა აქციები იქნება თუ პროტესტის სხვადასხვა ფორმები, უბრალოდ სახელგატეხილია იმ საგიჟეთის გამო, რაც ზოგადად ამ ქვეყანაში მიმდინარეობს და მართლა სერიოზულ საკითხებზე, სადაც ჩვეულებრივ ხალხს ერჩიან. მერიას ეზარება ხიდების გაკეთება, ახალი გზების და ესტაკადების აშენება და ამიტომ ურიგდება ჩვეულებრივად იმ კომპანიებს, რომელსაც ახალი მანქანები შემოყავთ და ორივესთვის რაც აწყობთ იმ გარიგებას დებენ. რითაც ზიანდება ჩვეულებრივი მოქალაქე. როგორ შეიძლება უბრალოდ რა შუაშია საერთოდ, რა კრიტერიუმ შეიძლება აკმაყოფილებდეს ის, რომ 6 წელზე მეტი წლის მანქანა შემოიყვანო. ან მანქანას არ გააჩნია, ან მოდელს არ გააჩნია, ან ქვეყანას არაფერს როგორ არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ 6 წლის იყოს. მართლა 6 წლის, 7 წლის ფერარი რო იყოს და ლამბორჯინი რო იყოს, პორშე რო იყოს, ხალხს რო შემოყავდეს, რა არგუმენტით ეუბნებით არ შემოიყვანოს? იმით არგუმენტით, რომ გარემო დაზიანდებაო, ავტოპარკის განახლება მინდაო? რა სისულელეა უბრალოდ. ხო და აი ხალხო, თქვენს თავში უნდა იპოვოთ ძალა იმისი, რომ ხელისუფლებას ეს არ გაუვიდეს. მე არ მაქვს რეცეპტი. ყველა პოლიტიკური რეცეპტები, რაც უნდა არსებობდეს ასეთი რამის დასაზღვევად, გამქრალი არ არსებობს. პარლამენტში მარტო ხოცები ზიან, მოგეხსენებათ, აქციებზე უბრალოდ რაღაც სიგიჟებს აკეთებენ და არ არსებობს ფაქტობრივად რაღაცა სწორი გზა, რომ ადამიანმა ხელისუფლებას ხმა მიაწმინოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ ადამიანებმა ვიდეო უნდა ჩაწერონ, პოსტები უნდა წერონ, აი ხოცებს რო შეხვდებიან, სადმე უთხრან ამას რატო აკეთებთ. ანუ ჩვეულებრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი გიჟური გადაწყვეტილება უბრალოდ გაჩერდეს. იმიტომ რომ ქვეყანაში აი მართლა ცოტა ხანში წესიერ მანქანას ვერ ნახავ აი მოტივით. იაფასიანი ახალი რაღაცა ხლამები გაიყიდება და წესიერი მანქანა, რომელიც მანქანის მოყვარულებს შემოყავდათ, მათ შორის შეღავათიან ფასად, იმიტომ რომ რაღაცა ვაფშე ახალი არ იყო ქართლიდან გამოყვანილი. აი ეგ შესაძლებლობა წაერთმება ყველა მანქანის მოყვარულ ადამიანს. მადლობა ყურადღებისთვის და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში.